ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია სამართალდამცავებმა 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ-მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 15 წლის მოზარდ სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა და ადგილიდან მიემალა, მანამდე კი მეორე პილსჭრილობების სახის არეში მიაყენა. დანაშაულის რა მიზეზებზე საუბრობენ პოლიციაში და როგორია ოფიციალური ინფორმაცია, დეტალებით გურამ როგავა. განზრახ-მკვლელობის ფაქტზე 16 წლის მოზარდი პოლიციამ ცხელკვალზე თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთთ მტკიცება დამოიღეს. გამოძიების ვერსიით დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მისივე ასაკის ახალგაზრდა გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს 15 წლის მოზარდს კი სახის არეში მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. ზემო ფონიჭალიდან ყოფილი ამ ბიჭებით ჩამოსული და შელაპარაკების შედეგად მერე დაჭრეს. ცუდად რატომ მომესალმე? აი ესეთი მეტი არაფრის გულიზე მოხდა ეს ყველაფერი. კონცერტის მიმდინარეობის დროს მოხდა თუ დამთავრებული? არა, მიმდინარეობის დროს. კონცერტი ქვემო ფონიჭალაში წუხელ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა. სისხლიანი დაპირისპირების კვალი კი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში ახლაც ჩანს. თუმცა თვითმხილველებისა და სამართალდამცავი უწყების ვერსიები განსხვავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ შემთხვევა სულ სხვა ადგილზე სასტუმრო ტატოს მიმდებარედ რუსთავის გზატკეცილთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კილომეტრებისა და მეტრების თვლა. მაშინ, როდესაც ახალი მომხდარი იყო საზარელი მკვლელობა. პოლიტიკის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო. ფაქტი არის ძალიან ცუდი და ამის სპეკულირება ახლა რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი თუ თქვენ მსგავსი რამე რომ მოხდეს ღმერთმა დაიფაროს რაღაც მაღონისძიებაზე ის ხელისუფლების ბრალი იქნება ხო მართალია? ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდის ოჯახის წევრი პარტიული ნიშნით დაპირისპირებას გამორიცხავს. აბსოლუტურად პოლიტიკური არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ მოხდა შელაპარაკება. საკმაოდ ისეთი შეკრული წრე იყო, კარგი ბავშვები არიან, მეგობრულები. საერთოდ სამეგობრო წრე 7-ნი იყვნენ, ერთი დააკავებულია, ერთი დაღუპულია და 6-ნი არიან. ინციდენტთან დაკავშირებით ღამით სხვა თვითმხილველებთან ერთად ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლებიც დაკითხეს. რა კითხვები გქონდათ? ნუ მაგას გამოძიების ინტერესები ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გქონდათ კითხვები? გეტყვიან. 16 წლის დაჭრილი მოზარდის გადარჩენა ძლიერი სისხლდენის გამო შეუძლებელი გახდა. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი საავადმყოფოში უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ორგანიზმი მთლიანად დაცლილი იყო სისხლისაგან, ერთი ჭრილობით იყო ყველაფერი გაკეთებული. აი აქ ჩარტყმული იყო ესა, ძელი დანა იყო ეთყობა ძალიან, დააზიანა ფილტვი, მთლიანად გამჭოლი ჭრილობა იყო მარცხენა ფილტვის ზედაწინისა. ინციდენტის მონაწილე მოზარდი დაკავებულია, თუმცა გამოძიება დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობს. ოფიციალურად ჯერ არც დანაშაულის მოტივი სახელდება.